მივდივართ ერთ ადგილას car selling service-ში მივდივართ. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ რაღაც ავტომობილის შეძენა გვინდა და ცოტნე არის ჩვენთან ერთად დაგვეხმარება სანამ აქ ვართ. დაახლოებით ერთი პიროვაპირებ დარჩენას და ჩვენთან ერთად იქნება ცოტნე დაგვეხმარება ვიმოძრაოთ, იმიტომ რომ აქ ეხლა ჩვენ უბანში სადაც ვართ, ხო? რუსები არიან ძალიან ბევრი, რუსული მაღაზიებია და პრობლემა არ აქვს ენასთან დაკავშირებით და სხვაგან ეხლა მაინც და მაინც ინგლისურად ლაპარაკი თავს არ იკლავენ და გჭირდება ცოტნე თავისი გერმანულით. ისე ზოგადად საქართველოდან ქართველები არის ძალიან ბევრი, ამა თუ იმ კონკრეტული მიზეზის გამო საქართველოდან წასულები, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, ახლონათესავები ემიგრაციაში, ერთ-ერთი მათგანი არის ცოტნე, ჩემი შვილი, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და ჩამოვედით მასთან და ჩვენთან ერთად იქნება და დაგვეხმარება, სანამ გერმანიაში ვართ. ასე რომ წავიდეთ ახლა car selling service-ში და ვნახოთ რაღაცა იქნებ მომძებნოთ ავტომანქანა, რომლის მეშვეობითაც ჩამოვართ მერე საქართველოში. აბა დროებით დაგემშვიდობებით, წავიდეთ. მივდივართ ახლა ჩვენ მეორადი მანქანების ანახავად, დილერები არიან, თურქები არიან, ერთ ადგილზე მივედით ერთ კომპანიაში და გერმანელები იყვნენ და გვითხრნენ რომ ჩვენო წინასწარ უნდა დაგვირეკოთო და მანქანა ისე უნდა ნახოთო რა და ჩვენ ინტერნეტში ვნახეთ ეგ კომპანია და ეგრე სპონტანურად მივედით რა და მანქანები ვერ გვანახეს ერთი სიტყვა და ესე იგი ასეთი სიტუაცია მივედით ნახეთ ჩვენ ერთი გერმანული სადილერო კომპანია რომლებიც ყიდიან მეორად მანქანებს ერთი მანქანა მოგვეწონა საიძე უდევს, მაგრამ არ დაგვირეკია, სხვა მანქანების ნახოც გვინდოდა, მივედით ასე უშუალოდ ამ კომპანიაში და გითხრეს, რომ დაჯავშნული უნდა გქონდეთო თქვენო ნახვაო მანქანისო, ისეო წინააღმდეგ შემთხვევაშიო ვერაო, არ შეგვიძლიაო და არ გვანახეს მანქანები და გადაგვამისამართეს თურქულ კომპანიაში. თურქებს აქვთ აქ საკმაოდ ბევრი მანქანები და სადილერო წერტილები. შტუტგარტიდან რამდენიმე კილომეტრში დაახლოებით 10 წუთი მოგვინდა რომ მივსულიყავით, მივედით თურქებთან. საკმაოდ ბევრი მანქანები ყავთ თურქეთს, მაგრამ ისეთი მანქანა როგორც ჩვენ გვინდა ვერ ვნახეთ. ან ძალიან ახალი მანქანები ყავდა ძვირი და ან ძველი, რომლებსაც ჩვენთან საქართველოში ფიზიკურად ვერ განაბაჟებთ. მანქანა გვჭირდება ჩვენ 2013 წლიანი და ზევით. ასეთი მანქანა ვერ ვნახეთ. მერე გითხრეს რომ უნდა დაძებნოთო ავტოსკაუტზე, ავტოსკაუტ 24D არის ინტერნეტ საიტი და მეორე არის მობილე.d, როგორც ჩვენთან MyAuto. ამ საიტებზე დაძებნეთო, დაურეკეთო აუცილებლადო, წინასწარ შეუთანხმდითო, თორეო პრობლემები იქნებაო მანქანას ვერ ნახავთო. აი ეგრეც გამოგვივიდა პრინციპში. ერთი მანქანა ვნახეთ ჩვენ ფრანკფურტში და დაურეკეთ და მაგრამ გითხრა რომ შაბათ-კვირასო მანქანას ვერ გავაფორმებთო, ნახვა შეგიძლიათო. მოველაპარაკეთ ორშაბათზე, ორშაბათს დილით 10 საათზე მივალთ და ნახავთ ამ მანქანას თუ მოგვეწონება, პრობლემა არ არისო, რამდენიმე საათში გადაგიფორმებთო ექსპორტზეო, ყველა საბუთებს გაგიმზადებთო, წითელ ნომრებს მოგცემთო და ასე შემდეგ, რაც საჭიროა რა, ერთ სიტყვით. ფრანკფურტში ვართ, მეგობრებო, მოვედით ახლა ჩვენ ერთ დილერთან, რომელიც მანქანებით ვაჭრობს. ეს ვნახეთ ჩვენ ინტერნეტში, ეს მისამართი, წინასწარ დაურეკეთ, მოველაპარაკეთ შეხვედრაზე და $9,000 2015-იანი Volkswagen-ი. 2017-იანი Ford Focus-ი €9,500. €6,000 Volkswagen Golf-ი 2012-იანი. 2012-იანები არ გამოგვადგება, იმიტომ რომ განბაჟება კეთდება 2013-იანიდან ზევით. ერთი ვარიანტი კიდე აი ეს Opel-ი იყო ჩვენი, ეს ღირდა 4,800 და ჩვენ 4-ად ვიყიდეთ. მანქანა წაყვანილი არის, ტეხას მოდზე და საბუთების მოგვარებაზე წაიყვანეს და ჩვენ ველოდებით ახლა აქ. ამათ ფასები არ აქვს. Opel Astra 2016-იანი 7,500.
Volkswagen New Beetle 4000 2006-იანი. ეს პატრონის მანქანა არის Toyota CHR ჰიბრიდი. Mercedes C-კლასი 10000 2012-იანი. Toyota Verso 2009-იანი 3200. 3200 რო აწერია ახლა მაგას 200 ევროს დააკლებს ბიჭველი. ჩვენ მანქანას 4200 ეწერა და 200 ევრო დაგვიკლო. Volkswagen Caddy 2016-იანი 11500. ამას ფასი არ აწერია. Ხრათასი 2016-იანი. Ford Focus 7700 2019-იანი. Bessarionიც მოვიდა. ველოდებით ახლა ჩვენ რა მანქანას რომ მოიყვანოს. 7500 Toyota ჰიბრიდი 2010-იანი. არ გამოგვადგება? ზვირებია ხო, აბა რა არის? Წამო რაღაც პარკი გავჩნდეთ დავუძლებთ. წამოდი. ეს დატენვადი ჰიბრიდი. ევრო არის, ხო, აი ისე ევრო არის, ხო და. ჩათოლი ჩვენთან რო ვიდა 10000 ლარი. 10000 ლარი, კი ბატონო. რა, 10000 ლარი. არაფერი არ არის. იმიტომ რომ ხელფასები აქ მინიმალური ხელფასი, როგორც ოტნე მითხრა, არის ადგილობრივის 2500 ევრო აქვთ. ეს რა არის? BMW X6 11000 2009-იანი. მაგრამ აქ მანქანები რაც იყიდება, ყველაფერი შემოწმებულია, ტეხასმოტრი გატარებული, აქ ისე არ ატარებენ ტეხასმოც როგორც ჩვენთან, ჩაწყობით რო შეიძლება და ასე შემდეგ. ყველაფერი კანონიერა, თუ რაღაც პრობლემა აქვს მანქანას, ტეხასმოც ვერ გაივლის შანსი არ არის. ჩვენ მანქანასთან მე მგონი საბურავებიც აქვს, სათად არის გვა ესე საბარგულში 4 ცალი ზამთრის საბურავი. ასეთი სადილერო კომპანიები ბევრია. ფრანკფურტში. მაგრამ აუცილებლად არის საჭირო მანქანის ნახვას თუ მოინდომებ წინასწარ უნდა დაურეკო და ისე, თორე ერთ ადგილზე მივედით, ნახეთ, კარგი მანქანა იყო, მაგრამ ვერ გაჩვენებთო, იმიტომ რომ წინასწარ არ გაქვს დარეკილი. ესეთი რაღაც საოცარი წესები აქვთ ამათ და ძირითადად გადასულები არიან ბარათით გადახდაზე. ძალიან ბევრ ადგილზე ქეშს აღარ იღებენ, სჭირდებათ ბარათი. აი მანქანის დაქირავებაზეც ქეში არ მიიღეს, ბარათით უნდა გადაგვიხადოთ. დღეს უნდა მივიყვანოთ ეს მანქანა. იმიტომ რომ 3 დღით დავიქირავეთ. წავიდეთ, აბა ერთი გავისერნოთ, სანამ მოვლენ ესენი. აი ეს მანქანა არის ჩვენი Opel Astra, რაც შევიძინეთ. 4000 ევრო მივეცით და 300 ევრო გაფორმებაში, საბუთებში და რაღაცებში. აი აქ არის ყველაფერი საბუთები. დილამშვიდობის ყველას მოგესალმებით. დღეს არის 9 ივნისი. ალბათ ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ ვიდეოებს, იცით რომ წამოვედით ჩვენ გერმანიაში შევიძინეთ მანქანა და ამ ავტომანქანით წამოვედით. გამოვიარეთ ავსტრია, სლოვენია, ხორვატია, სერბეთი და ჩამოვედით საბერძნეთში ვიყავით სტუმრად ჩემ ახლობელთან და საბერძნეთიდან მივდიოდი თურქეთის მიმართულებით და თურქეთის საზღვარზე შეგვაჩერეს გითხრეს რომ რაღაცა საბუთი აკლიაო, ექსპორტის საბუთიო ჩვენ მანქანას და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ეს მანქანა სადაც შევისყიდეთ გერმანიაში, ფრანკფურტში ერთი თურქული კომპანია იყო თუ ირანული ვერ გავიგე, მივედით, უთხარით რომ მანქანა ყიდულობ და მივდივართ საქართველოში და გვჭირდება ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ კაცმა კიო ყველაფერიო გამოგვართვა 300 ევრო, წავიდა გააკეთა, მოგვიტანა საბუთები, ეს არის ყველაფერი ასე თქვენ გჭირდებათო, პრობლემა არ გექნებათო საქართველოსამდე, მაგრამ
ფაქტი იმაშია, რომ რაც ყველაზე მთავარი დოკუმენტია, საჭირო არა ევროკავშირის მქონე ქვეყანა რო გაიარო, ეს არის ექსპორტის საბუთი. ანუ აღრიცხვიდან მანქანა მოიხსნა გერმანიაში, მაგრამ ფაქტიურად არსად არ არის ეს დაფიქსირებული და ეს საბუთი იყო საჭირო მაგისთვის, რომ თურქეთი გაგვერო. ეხლა ჩვენ თურქეთი გვეუბნება ეს საფუთი აუცილებლად გჭირდებაო და გაგვაჩერა საბერძნეთში, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ საბერძნეთში დღეს არის კვირა და ორშაბათსაც არავინ არ მუშაობს, დასვენების დღეა. ანუ სამშაბათამდე უნდა დავრჩეთ საბერძნეთში, გავაკეთოთ ეს საბუთი და მერე წამოვიდეთ. ასე რომ ჯერჯერობით ვართ გაჭიდილები საბერძნეთში. იმედია სამშაბათს გავაკეთებთ ამ საბუთს და წამოვალთ. მწვანე ბილეთიო დაზღვევაო და ერთი სიტყვით ყველაფერი საბუთების გაფორმება ჯდება 300 евро. ასეთი მანქანაა. საბურავები არის ზამთრის და დავაწვევით ახლა წამოვალთ. დაკეტილია კარები. სალონი. ბესო ახლა ეჩალიჩება რომ ნავიგაცია ჩავრთოთ და წამოვალთ ახლა ფრანკფურტიდან ჩვენ შტუტგარტში. აბა დროებით დაგემშვიდობებით, მეგობრებო. იმედია მშვიდობიანად ვივლით და ჩამოვალთ. მალე შეგხვდებით საქართველოში. მიტოვებულ სოფლებში, ჩვენ ბუნებაში და მიწა-წყალზე.